დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათი სულის მოსახსენიებლად სანთლები აანთეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრები ომის მონაწილეების ოჯახები მოინახულეს და ფულადი საჩუქრები გადასცეს. 24 წლის წინ 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქცია დაარბია. დემონსტრაციები 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანი მომწავლელი გაზისა და ორლესული ნიჭბების საშუალებით დაშალეს. სადამსჯელო ოპერაციას რუსი გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 9 აპრილი ჩემთვის არის უდიდესი ტკივილის და ამ დროს უდიდესი გამარჯვების დღე. იმიტომ რომ ფიზიკურად დაიღუპა ბევრი ადამიანი, მაგრამ სულიერად გაიმარჯვა მთელმა საქართველმა ერმა. და პლუს 2 წლის მერე ზუსტად 9 აპრილს გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ის სურათი ვაჩუქოთ ერთმანეთს წიტები და უნთოთ ერთმანეთს სანთლები. დიახ, და მე ყოველ წელიწადს აქ ვაწყობ გამოფენას და მე ამით ჩემ თელაველებსაც ვახარებ და ჩემ თავსაც ვახარებ. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გმირების პატივსაცემად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 1999 წელს მომხდარმა მოვლენებმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ გარდა 9 აპრილს ასობით დაჭრილი და გაზით მოწამლული იყო. დღესვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებლად მემორიალთან სანთლები აანთეს. 9 აპრილს ყველას კარგად გახსოვს, გამოხატა თავისი უდრეკი სული და მისწრაფება თავისუფლებისად, რომელსაც სამწუხაროდ მოყავს ხერხი და დღევანდელი დღე და ეს შეშტი რომ შეიმკო მემორიალი 9 აპრილს დაღუპულთა სულის მემორიალი არის დადასტურება იმის, რომ ქართველებს ყველა თაობას ყოველთვის ემახსოვრება იმ გმირების სახელები. თელავის რაიონიდან 2 ადამიანი იყო მონაწილე, რომლებიც მოიწამლენ. ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილია და ჩვენ გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე გვირგვინს მივიტანთ. მეორე ადამიანს ყვავილებით მიულოცავთ დღევანდელ დღეს, რომ ის ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს. საქართველოში 9 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაღუპული ჯარისკაცების საფლავებს კი სიმბოლურად ტიტებით ამკობენ.